გებული ერთობა არ დაარღვიოს და გუშინ რომელმა იმ ხალხმა ვინც ამხელახმაურიათ ახლა ამ ფილმ გადაცემაზე მათმა ერთმა ნაწილმა საერთოდ ხმა არ მოუღია როცა საქართველოს ღია მტრობას ჰქონდა ადგილი იმ ხალხის მხრიდან რომელსაც პრეტენზია აქვს საქართველოს პოლიტიკის კეთებაზე. პრობლემა არის იმ მენტალიტეტში, რომელიც უშვებს, რომ ღიად ვილაპარაკოთ კომბლებზე, ხმლებზე, დანებზე, იარაღზე, გასროლაზე, სროლა დასწრებაზე, აბეს ყველაფერი ტელევიზიით ისმენ თქვენ ამას. ნებისმიერ საბაბის პონაზე, თუნდაც სატელევიზიო გადაცემაში, თუნდაც ასე დრამატულზე, რომ მოდი აი ახლა ამაზე რაღაც ავტეხოთ, აი რამე საბაბი მაინც ვიპოვოთ, რომ ავტეხოთ და ამით ჩავჯდეთ საქართველოს ტრის სცენარში. მე მინდა თქვენ იცოდეთ. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჯობია რომ იცოდეთ. ამ ჩვენ ორ ღირსება აყრილ ქართველთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა 2 დღეში მეორე შეხვედრიდან ერთ-ერთ ძალიან ფართო დახურულ თათბირზე ესე აპლომბით განაცხადა. ხომ გეუბნებოდით, რომ ქართველებს დიდხანს არაფერზე კონცენტრირება არ შეუძლიათ სიმღერის და ცეკვის გარდა. პესნიე პლასკი ესე ეხლა. აი ეს არის შედეგი ამ ყველაფრის. მისი კიდე უფრო ჩამოყალიბება თავის სტერეოტიპში, რომ ეს ხალხი პრინციპში არაფერ დიდ პრობლემას მათთვის არ წარმოადგენს და ძალიან ადვილად დასაჩაგრია და კუთხეში დასაყენებელი. პრობლემა არის, როცა შენი ქვეყნის ოკუპაციას არ აღიარებ და როცა ღიად აცხადებ, რომ შენი ქვეყნის თავრობის ჩამოგდება გინდა შეიარაღებული წესით. აქედან 2 კილომეტრში არის შულავერი. ესე შემთხვევით დაემთხვა. ეს ხო ჩვენ გავლილი გვაქვს. ჩვენ წერს ხო გავლილი აქვს, როცა თავის ქვეყანაზე გაბრაზებული ფეოდალები ან სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შემოდიოდნენ საქართველოს ჯარის, ან პირდაპირ ამ ჯარს თვითონ ხელმძღვანელობდა, თვითონ ეხვეწებოდნენ იქით ყაენებს, შაჰაბას, სულთნებს, რომ გამატანეთ ჯარი, რომ ჩემ ქვეყანაზე ვიძიო შური. და ჩემ ქვეყანას მოგცემ შენ. მე მოვიოხებ გულს, შენ გექნება ჩემი ქვეყანა. ალბათ მაშინაც იძახოდა, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა. იმ სუფთა ფურცლზე, რომლიდანაც ურთიერთობას იწყებენ, საქართველოს არ ფიგურირებს როგორც ერთიანი ერთეული. ჩვენ ეს რუკები მოპოვებული გვაქვს. ეს არ არის სუფთა ფურცელი, ეს არის ძალიან დაბინძურებული ფურცელი და ამათიდან ურთიერთობის დაწყება ნიშნავს საქართველოს დაცრულებას. პრობლემაა, როცა შენ თვითონ გინდა საკუთარი ნებით თქვა უარი იმაზე, რამაც გადაგვარჩინა ასევე ყველა სხვა ფაქტორთან ერთად. ამერიკის, ჩინეთის, ევროპის, საერთოდ მთელი ცივილიზებული სამყაროს ხარდაჭერას. შენ თვითონ ამბობ ამაზე უარს და აცხადებ, რომ არაფერი ეს არ გვინდა, გამოაცხადოთ ახლა ნეიტრალიტეტი. მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ხშირად არათანმიმდევრულია და ზოგჯერ ძალიან არაერთგვაროვანია, მაგრამ ეს არის რეალურად, რაც არის საქართველოს შანსი. და როგორ შეიძლება საკუთარი ხელით მოკლა საკუთარი შანსი და საკუთარი განვითარების შესაძლებლობა. ბოლოს და ბოლოს ბევრი რამე რაც საქართველოს შეიცვალა, იმ ეკონომიკური დახმარების მრავალმილიარდიანი შედეგია, რომელიც ამ ქვეყნებმა აღმოგვიჩინეს. და დამკვირვებლები დღეს დგანან აქ. ვერანაირად ვერ მოახერხა ლეგალიზაცია საქართველოს ოკუპაციის, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო დადგა მაგრად. იმიტომ არის ხა აქედან რო გულიან და შიგნიდან უნდათ ამის ლეგალიზაცია და უნდათ რომ თვითონ ქართველებმა აღიაროს, რასაც ესენი ეძახიან შისტველისტა და არსებული ახალი რეალობა. პრობლემაა იმის თქმაში, რომ და მე ამ დანარჩენების მიერ ამ ნათქვამის შოვლი მიღებაში რა მოხდა, ხმამაღლა ტელევიზიით თქვა, პუტინს როგორ არ დაველაპარაკებ, სააკაშვილსაც კი ველაპარაკებ და პუტინს როგორ არ დაველაპარაკებ. თვითონ არაფერი ეს ჩოვლებრივი რაღაცა, ასეთი რაღაცის თქმა. რომ შენი ქვეყნის დემოკრატიულ ლიდერს დაელაპარაკებით, იმიტომ რომ ელაპარაკები, აბა ეხა საქართველოს დამჩაგრა ოკუპანტ. სისხლში ამოსულ მოწინააღმდეგეს როგორ არ დაელაპარაკები და ამის ერთ პლანზე დაყენება. აი ესეთია ჩვენი
იმ პრობლემების ჩამონათვლა, რომ ეს რა თქმა უნდა ერთ მხრივ არის პრობლემა, მაგრამ მეორე მხრივ მე ვფიქრობ, მაინც გადამწყვეტ გავლენას ისინი საქართველოს ვერ იქონიებენ. და ასეთი იყო, მე მინდოდა დამეწყო ცუდი ამბებით. ეხლა კარგი ამბები რა არის? და რა არის მნიშვნელოვანი, თუ რატომ ვერასდროს ვეღარ გააგრძელებენ ამ ფილმის ჩვენებას? რატო ვეღარასდროს ვეღარ შეგვყრიან უკან ამ საშინელებათა კინოთეატრში? და ვერ გვაყურებია მე არა გუშინდელს, არამედ ნამდვილ საშინელებათა ფილმს 2008 წლის ბოლომდე. საქართველოს მრავალეთნიკურმა საზოგადოებამ და აქ ცხოვრობს ბევრი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფების წარმომადგენელი გარშემო გაუძლო წარმოუდგენელ გამოცდას, რომელსაც ბევრი ერი ვერ გაუძლებდა. პირველ რიგში გაუძლო იმიტომ, რომ არის ძალიან გამბედავი. გაუძლო იმიტომ, რომ ძალიან დიდი ისტორიული გამოცდილება და სიბრძნე აქვს დაგროვილი. იცის შავისა თეთრისგან განსხვავება. იცის სად არის სიყალბე, აი ინტუიტიურად ხდება შეუცდომლად. და სად არის ჭეშმარიტება. ჩვენ გავუგეთ უკვე თავისუფლებას გემოდა შევქმნით ძალიან არასრულყოფილი ჯერ კიდევ, აი ბევრი ფაქტორების გამო რაც ჩამოთვალე, მაგრამ მაინც დემოკრატიული ქვეყანა. ყველა შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს და საზოგადოება მაინც იღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს არ გადაიზრდება ძალადობაში და ვაქანალიაში. პირველად 500 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმნით კავკასიაში ნამდვილი სახელმწიფო. ამას ყველაზე მეტად არ მოელოდა ყოფილი იმპერია. ეს არის ყველაზე დიდი ჩვენი კოზირი, მაგრამ ის რაც გამოც ვიჯდებით ასევე, მაგრამ ეს არის ისეთი კოზირი, რომელსაც ვერაფერი მათი მხრიდან ვერ გადაფარავს. ჩვენ რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, გაგვიჩნდა ეკონომიკური წარმატების რაღაცა გამოცდილება. ძალიან არასრულყოფილი, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელმაც გადაიტანა ომი ამხელა ქვეყანასთან დედამიწის მეცხრედთან. და ოკუპირებულია მისი ნაწილი და რომელმაც გადაიტანა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ამ რეგიონში დაარტყა, ჩამოიშლებოდა დიდი ხნის. და ან მინიმუმ ყველაზე მაქსიმუმ იქნებოდა აი რაც აქვს იმის შენარჩუნებით და რომ ესეც არ ჩამოგვეშალოს 90-იან წლებში თქვენ გახსოვთ კარგად, ამის მეათედი არ მომხდარა და სავალუტო სისტემა ჩამოიშალა, ანაბრები გაქრა, პენსია ხელფასი როგორც ეგეთი გაქრა. საერთოდ ყველაფერი მოიშალა, დენი გაქრა, გზები ჩამოიშალა, შენობებიც კი დაშალეს, აგურებად და წაიღეს. 15 წელი მთავარი ჩვენი ექსპორტი იყო ჯართი, ყველაფერი, რასაც მოკიდებთ ხეს, ყველაფერი გაგქონდა. მიხარია რომ ახლა გვერდზე აქ მილებს ყრიან და საქმე კეთდება. ძირითადად ვიყავით ამოყრით დაკავებული მილებით. ჩვენ 2008 წლის შემდეგ და დამემოწმებით, იმიტომ რომ ყველგან ასე მეტნაკლებად ეს ხდება. კიდევ ერთხელ მეტად ან ნაკლებად, მაგრამ თითქმის ყველგან. იქ სადაც ჩვენ ვაკონტროლებთ საქართველოს ტერიტორიას. ვერ ვიტყოდით თელ საქართველოში, იმიტომ რომ 20% ოკუპირებულია. ჩვენ ვაშენებთ უფრო დიდი ტემპით, ვიდრე გვიშენებია მრავალ ასწლეულის განმავლობაში საქართველოში. მე ნამდვილად არ ვარ მომხრე ჩვენი სიტუაციის ვარდისფერ შუშებით დანახვის, იმიტომ რომ პირველი გზა რომ ყველაფერი ეს მოგიდუნდეს და შეგინელდეს არის ზუსტად რომ ვარდისფრად დაინახო და მოგეჩვენოს რომ პრობლემები წყდება ჩქარა. 1000-ჯერ მეტი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და 1000-ჯერ მეტია გასაკეთებელი. 1/1000-ი გაკეთდა იმისა, რაც არის გასაკეთებელი საქართველოში და ეს მე ყველაზე კარგად ვიცი. მაგრამ როცა არაფრის დანახვა არ გსურს, ეს ნიშნავს რომ შენ თვითონაც საქმეზე რომ იგეს არაფრის შემქმნელიც არ ახ. თუმცა სხვის შრომას არ აფასებდა, სხვისის დანახვა, სხვისი გაკეთებულის დანახვა არ გინდა. მაგრამ სწორედ ამის გამო რომ ეხლა როგორც იქნა დავიწყეთ ეს აღშენებლობა, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა და ესეც ეხება პოლიტიკოსებს თბილისში, ტელევიზიით თუთიყუშით ამის განმეორება, რომ საქართველოს მთავრობას სურს ომი. ხა ჩვენ რო ვამბობთ ამას რომ სურს ომი, შეიძლება ამას გავგვაკრიტიკოს. მაგრამ როცა არ ვამბობთ, არ გსურს და არც სუიციდითად არა ვართ შეპყრობილი და არც გიჟები არა ვართ ნამდვილად, მიუხედავად ისა რას ამტკიცებს ჩვენი მოწითალთი. მუდმივად ძახილი ამათ უნდათ ომი, ამათ უნდათ ომი, ამათ უნდათ ომი. რომ აი ერთს უნდა მონობა, მაგრამ ამათ უნდათ ომი და აი ჩვენ უფრო ზომიერები ვართ. ეს არის ბილად რომ თქვათ არ შეესაბამება უბრალოდ ეს ყველაფერი სინამდვილეს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მშვიდობის ფასი ვიცით ჩვენ. ყოველი მშვიდობიანი დღე არეულობის გარეშე. და თუ დააკვირდით, ეხლა სანამ თვითონ ამათ არ დაიწყეს სიარული მოსკოვში და ეს თემა არ გაგდიოდა, საერთოდ არ ვარიდებით თავს რუსულ საკითხზე ლაპარაკს.
იმიტომ რომ ჩვენი გზა